ცხადია, უმთავრესი თემა ახლა უკრაინაა და უკლებლივ ყველა ჩვენგანი თუ არა, ბევრი ჩვენგანი საუბრობს უკრაინის გარშემო მიმდინარე პროცესებზე, მაგრამ ამასობაში ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, არ უნდა შემოგვავიწყდეს სხვა მნიშვნელოვანი უშუალოდ საქართველოსთან დაკავშირებული ამბები, თემები, საკითხები. ამასობაში არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ასე მაგალითად პაპუაშვილი კიდევ ერთხელ და უკვე მე რამდენად როშავს და ბოდავს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მისი კოლეგა პოლიტიკოსად წოდებული, პრემიერად წოდებული ირაკლი კობახიძეც როშავს და ბოდავს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ასევე როშავენ და ბოდავენ და საქართველოს ვნებენ და საქართველოს ანგრევენ დეპუტატებად წოდებულები, მინისტრებად წოდებულები, ამ ხელისუფლებად წოდებული დაჯგუფების სინდიკატის ექსპერტებად წოდებულები, ჟურნალისტებად წოდებულები და ასე შემდეგ. ერთზე ადვოკატად წოდებულზე ვისაუბრებ ახლა უფრო, მაგრამ ჯერ უპირველეს ყოვლისა თქვენის ნებართვით ყურადღებას გავამახვილებ სწორედ ამ ბანდიტ კაცზე, შალვა პაპუაშვილზე, რომელსაც როდესაც ვიდეოს გაჩვენებთ, მოგასმენინებთ, მე უკვე ასე შორიდან შევეხმიანები, მოდი ასე ვიტყვი და ვკითხავ დავუსვამ ერთ საინტერესო კითხვას, რომელზეც პასუხს რასაკვირველია მე ვერ მივიღებ, მაგრამ იქნება და მაყურებელთა გარკვეულმა ნაწილმა ამ რიტორიკული კითხვის გამო მაინც და გაიფიქროს, რომ პაპუაშვილი თლად ქართველი არ არის, კი არა, ქართველი საერთოდ არ არის და თლად ნორმალურიც არ არის, ჩემი ღრმა რწმენით, ცხადია ვუბოდიშებ პაპუაშვილის ფანებს თუ ასეთები მას ხავს. მაგრამ ახლა ავუწევ ხმას თქვენის ნებართვით და განვიხილოთ შალვაია პაპუაშვილის watch again. გაგებით ევროპელი ქართველი. ისეთი ქართველია ბრიუსელის გაგებით ევროპელი ქართველი, რომელიც სპორტსმენებზე ნაცვლად იმისა, რომ სოლიდარობა და გროჩი დაუდგე, მას შემდეგ რაც მარცხ განიცდის და ეს არის ხომ სპორტს რომ ამას ახსნა დაჭერდება, რომ ხან მოგებარი და ხან წაგებარი და ორივე შემთხვევაში რომ და კომაგი თუ ხარ ნამდვილი კომაგი იყო. ასეთი საქართველოს უნდა სინამდვილეში ბრიუსელს. და ზუსტად ეს არის რატომაც ანუ როგორი საქართველოს დომებია თურმე იცით დიდი პაპუაშვილის აზრით ბრიუსელს, რომელიც სპორტსმენებს არ გააკრიტიკებს, არც არავის არ გააკრიტიკებს, აი თუ რაღაცა ქართველი ხარ, რომც დამარცხდე, ან კიდე უფრო უარესიც რომ დაგემართოს, დამარცხდე და დანარცხდე, ქართველებს არ აქვს თურმე უფლება რომ გააკრიტიკონ ეს სპორტსმენები. სპორტსმენების სამოქალაქო პოზიცია გააკრიტიკონ. სპორტსმენები, რომლებიც პირველ ყოვლისა მოქალაქეები არიან, მათი ფართოგაგებით პოლიტიკური შეხედულებები დაიწუნონ და ასე შემდეგ. რაც მთავარია, შალვა პაპუაშვილი, რომელსაც FSB-მ დაავალა და მას დაავალა პირველ ყოვლისა, რომ თავს დაესხას ევროკავშირს დასავლეთ ზოგადად, სწორედ შალვა პაპუაშვილი სწორედაც რომ იმ ქართველებს კი არ ესხმის თავს მხოლოდ, ვინც აკრიტიკებს ფეხბურთელებს ამ შემთხვევაში. არამედ გაგიკვირდებათ და ესხმის თავს ბრიუსელს უნდა რომ ქართველი ქართველს კი არა, გადაეკიდოს კი არა, ეს ხო უნდა კაცო, რასაკვირველია თითქოს თვითონ მხოლოდ მშვიდობაზე ან საერთოდ მშვიდობაზე იყვნენ ორიენტირებულნი ეს ბანდიტები. ისეთი საქართველო უნდა, რომელიც სპორტსმენებს, აი საყვარელ სპორტსმენებსო, მაგრამ საკრიტიკო სპორტსმენებს სამოქალაქო პოზიციის გამო ამ სპორტსმენებს თავს დაესხმებაო, ესეც საქართველო უნდაო. ბრიუსელსო. ჩვენ ხომ შესანიშნავად ვიცით, რომ სპორტსმენთა, მათ შორის მამარდაშვილის, სპორტსმენთა, მათ შორის ქოჩორაშვილის, მათ შორის მთელი საფეხბურთო ნაკრების, მთელი სარაგბოთა ნაკრების გუნდის, მთელი საკალათბურთო ნაკრების და ინდივიდუალური სპორტის ინდივიდუალური სახეობებიდან ინდივიდი სპორტსმენების პოლიტიკურ პოზიციას განსაზღვრავს სწორედ ეს ბანდიტი და კიდევ სხვა ბანდიტები. ისინი ჰკარნახობენ ამა თუ იმ პირს, როგორი საჯარო ტექსტი უნდა ჰქონდეთ, საჯარო გამოსვლა, საჯარო გამოსვლის შინაარსი როგორი უნდა იყოს ამა თუ იმ სპორტსმენისა. აბა როგორ გონიათ მამარდაშვილმა ამათთან გადათანხმების მინიმუმ გელაპარაკებით გარეშე წარმოთქვა ის სიტყვა, რაც წარმოთქვა ქოჩორაშვილმა გაამახვილა რაღა ყურადღება ვიღაც ბავშვზე, კარგზე, რასაკვირველია.
კომაგზე ლუკა რო ჰქვია ფოტოები იმ ლუკასი როგორ გონიათ მას ქონდა შენახული ტელეფონში თუ ფეხბურთის ფედერაციის პიარმა გადაუგზავნა და ტექსტიც მიაყოლა ზეთ კოჩორ გემუდარების სწორედ შენ უნდა დაუჭირო მხარი მამარდაშვილს და ყურადღება უნდა გაამახვილო იმ ლუკაზეო თუ არ ვწდები ესე ჰქვია იმ ლუკა გვარიც არც ვიცი თუ არც უწერია კოჩორაშვილს როგორც საუკეთესო კომაგზეო და გიორგიზე რატომ არ გაამახვილა ყურადღება კოჩორაშვილმა თუ ის ესეთი ვაშკაცი ბიჭია კოჩორა რას ვერ ჩოდი და რას ვერ ის კოჩორა იყო და კოჩორაშვილად იქცა მეთქი ეს თქვი ჩემს საჯარო სტატუსში და მამარდაშვილი მამარდა იყო და მამარდაშვილად იქცა როდესაც ამ სახელისუფლო დინებაში ამ სახელისუფლო კონიუნქტურაში მოექცა ერთიც და მეორეც მაგრამ მე ხო მათზე და სხვა ფეხბურთელებზე არ ვლაპარაკობ ახლა მე შალვა პაპუაშვილზე ვლაპარაკობ რომელსაც ამ მონაკვეთის შემდეგ ერთი კითხვა უნდა დაუსვა მისი მისამართით რიტორიკული ცხადია მათ შორის იმიტომ რიტორიკული რომ შალვა პაპუაშვილი რუსი ამ კითხვას პასუხს ვერ გასცემს და მე გეტყვით რომ ეს კითხვა უკვე წიფდება რუსეთთან იმიტომ რომ რუსეთს არ უნდივართ ქართველები რომელიც თავის მოძმეს გვერდში დაუდგება არ უნდივართ ბრიუსელს არ ვუდგებ მე ხო არ ვიგონებ ამას ბრიუსელს არ ვდომები ვართ ისეთი ქართველები რომლებიც მოძმეებს გვერდში დაუდგებით აქ აგძელებს მე ჭირშიო თუ არ ვწდები ასე ამბობს ვინ თქვა რომელიმე რეკომენდაციაშია ჩაწერილი ეს ბრიუსელისა თუ ცალკეული პირებს რომელიმე ცალკეულ პირს უთქვამს ევროკომისარს ასე მაგალითად ევროპარლამენტარის რომ ესეთი ქართველი არ გვინდა ჩვენო ამიტომ ვამბობ რომ პაპუაშვილი ესე რიხით რომ ლაპარაკობს ტყუის და რეალურად აი ამ ტექსტებით პროპაგანდის იარაღია რუსული პროპაგანდის იარაღია ქართული საზოგადოების და ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ შეაძულებს რა ან ცდილობს რომ შეაძულოს ქართულ საზოგადოებას ევროპული სივრცე ევროკავშირი დასავლეთი მაგრამ კვლავ ვიმეორებ მე მთავარ კითხვას დავსვამ ცოტა ხანში ის იქნება ადრესატი და უკლებლივ ყველა ვინც მას უჭერს მხარს მაგრამ იმავდროულად სხვა რამესაც ლაპარაკობ თუ და ახლა ისევ განვაგრძოთ ბანდიტი ეს ხომ ბანდიტია ბანდიტი შალვა პაპუაშვილის მოსმენა ქართველები რომელიც გარდაცვის პატივს მიაგებს არ უნდივართ ისეთი ქართველები რომელიც კომაგი იქნება ყველა გამორჩეული ქართველისა მიუხედავად მათი პოლიტიკური კუთვნილებისა ინგა დაგვაჯარიმებენ სიტყვა ნაბიჭრობა რომ ვიხმარო სიტყვა ნაბიჭრობაა ეს ნუ აუცილებლად თო კითხვი დაგვაჯარიმებენ თუ წავშალეთ ეს სიტყვა ჩავთვალოთ რომ არ გვითქვამს ხო მოგეთ არამზადობაა ეს და გავრისკავ და რაღაცა მართლა წაშლილი არ არის და ბუნებაში არსებობს უკვე ჩანაწერში არსებობს ეს სიტყვა ნაბიჭრობა ხო გავიმეორე კი მოდიშებთ ვამბობ ხმამაღლა რომ ეს რასაც ამბობს ეს არის არამზადობა შალვა პაპუაშვილის მხრიდან მაგრამ კითხვა მომწიფდა უკვე და კითხვა უნდა დავსვა ახლა მთავარი კი მაგრამ თუ ბრიუსელი ასეთია დალოცვილნო და არ დალოცვილნო არ დასალოცნო რეალურად თუ ბრიუსელი ასეთია რომელიც ჩვენ გვიკრძალავს საფლავებზე გასვლას წინაპართა პატივისცემას ჩვენ ტრადიციებს ებრძვის ჩვენ კულტურას ებრძვის ჩვენს ერთობას ებრძვის თუ ბრიუსელი აკაცუკებს გვკარნახობს რომ უნდა საზოგადოების ერთ ნაწილს ანუ ან მთლიან ქვეყანას კარნახობს რომ უნდა ჩავზიროთ რაღაც სპორტსმენები რომლებიც ხან დამარცხები არ ხან გაიმარჯვებიან მართლაც ასეა თუმცა ყველა სხვა ქვეყანაში სხვაგვარად არის ბრაზილიის ნაკრებსაც აკრიტიკებენ ბრაზილიელები მათ შორის სამოქალაქო პოზიციის გამო აკრიტიკებენ ბრაზილიელ არგენტინელ ბრიტანელ ესპანელ ფრანგ იტალიელ და ასე შემდეგ სპორტსმენებს არა მხოლოდ ფეხბურთელებს არამედ სპორტსმენებსაც მაგრამ მე ბრაზილიაზე არ ვლაპარაკობ ახლა მე გეკითხებით თუ ეს ასეა მაშინ სად მივეტენებით მე რომ უკიდურესი გამოპენტერებული სექტანტი ვიყო ოცნების მომხრე იმავდროულად სექტანტი ოცნებელი რომ იყო მე ვკითხავდი აი ამ ჩემს პარლამენტის თავმჯდომარეს კი მაგრამ სად მივდივართ მაშინ ვიყოთ მყუდროდ ჩვენთვის მოწყობილები ჩავკეტოთ საზღვრები მოქალაქეებიც არ გავუშვათ თუნდაც დროებით
ევროკავშირის სივრცეში, აი იქიდანაც არაფერი არ გვინდა, არანაირი დახმარებისა და შეწყვეტილია და ასე შემდეგ და საერთოდ იზოლაციაში მოვექცეთ, იმიტომ რომ ის ერთის მხრივ გვა ჰომოსექსუალებს, მეორე მხრივ გვავალდებულებს ერთ სქესიანთა ოჯახების შექმნას, ამასაც არ ჯერდება და ამბობს გვავალდებულებს გვიბიძგებს რომ ერთსქესიანებმა ბავშვებიც აიყვანონ, მე ამასაც არ ჯერდება და სქესის შეცვლაზეც ამასთან ბავშვების მოზარდობის ასაკში იმაზეცაც კი გვკარდახობს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ამასაც ყველა აკეთებს კიდე რას აკეთებს deep state-ია არ დაგვავიწყდეს ომში გვითრევს ანუ გლობალური ომის პარტია ჩემს თავარ ბიზნესმენს ამაზე გავაკეთებ ვიდეო ბიზნესმენს კი არა მოქალაქეს დამფუძნებელ მამას ბიზინა ივანიშვილს ასანქცირებს ომში გვითრევს თქვი გვებრძვის ტრადიციებს ასე გაგიჟდა აღარ არის ის ევროპა როგორიც ჩვენ გვეგონა რომ იყო ან იყო ოდესღაც მოსკოვს წააგავს ოდინდელს საბჭოთა კავშირისა დღევანდელს კი არა 80-იანი 70-იანი წლების მოსკოვს და ასე შემდეგ და პატუნშალვა მე ჩათვალეთ რომ ქართული ოცნების ამომრჩეველი ვარ აი გადავსხვაფერდი მოვედი ჭკუაზე არა მაგის ტელეფონით დავურეკავდი რაღა გვინდა ამ ევროკავშირში მივასუხეთ გთხოვთ თუ ასეთი საშინელია ევროპული სივრცე რაღა გვინდა მე თქვენ გაძლევდით არ მინდა რომ მოგცეთ ხმა იმიტომ რომ თქვენ სწორედაც რომ ჩვენი თავი ჩვენად გვეყუდნის ამგვარ ქვეყანას გააკეთებთ ჩაკეტილს მხოლოდ ქართულს იმაზე დავხუჭავ თვალს რომ არაბული ინვესტიცია იქნება და 300,000 არაბი შემოვა ჭანდაბაჩები თავი ახლა მე ირონიზებას კი არ ვაკეთებ მაგრამ მაინც ეს თავდასხმები ევროპული სივრცის და დასავლეთის მიმართულებით თუ წინააღმდეგ არის რეალურად ამას მეოთხედ ვამბობ ამ ვიდეო ბლოგში შალვა პაპუაშვილმა აიღო ლიდერობა არის რუსეთში შემუშავებული თავდასხმები რიტორიკა და პრაქტიკულად ყველა წინააღმდეგ ეს ერთი რაც შეეხება ფეხბურთელებს კარგად უნდა გავიგოთ რომ სპორტსმენებს ზოგადად რომ ჩვენ უკლებლივ ყველანი პირველ ყოვლისა ვართ მოქალაქეები უკლებლივ ყველანი ჩვენ პირველ ყოვლისა ვართ მოქალაქეები და მერე ვართ შემოსილნი სხვადასხვა პროფესიით ახლა როდესაც პრაქტიკულად მიმდინარეობს ომი სახელმწიფოს გადარჩენისათვის ჩვენ არ უნდა ვიყოთ მხოლოდ იმ პროფესიის წარმომადგენლები რომელიც გვაქვს რა პროფესიებიც გვაქვს მეწაღე მხოლოდ მეწაღე არ არის მეპურე მხოლოდ მეპურე არ არის წერალი მხოლოდ წერალი არ არის ჟურნალისტი მხოლოდ ჟურნალისტი არ არის ექიმიც კი მხოლოდ ექიმი არ არის მას აქვს ვალდებულება რომ უმკურნალოს იმ პოლიტიკურ ცხოველებს ტერმინია ასეთი რომლებსაც არ ეთანხმება პოლიტიკურ საკითხებში მაგრამ ექიმი ისევ როგორც მასწავლებელი მხოლოდ მასწავლებელი არის მასწავლებელს აქვს ვალდებულება უმკურნალოს კი არა ასწავლოს იმ პოლიტიკურ ცხოველებს რომლებსაც არ ეთანხმება იმ პოლიტიკური ცხოველების შვილებს რომელთა მშობლებსაც არ ეთანხმება მაგრამ ჩვენ ყველანი ვართ პირველ ყოვლისა მოქალაქეები შალვა პაპუაშვილი ჩვენ გვეუბნება რომ დარჩით მხოლოდ პროფესიებში თქვენი საქმე არ არის ქვეყნის სამსახური ერთმა გამოაცხეთ პური მეორემ ააშენეთ სახლი მესამემ დაკავდით ჟურნალისტიკით მეოთხე დაკავდით ხამხატვრობით მეხუთე დაკავდით არ ვიცი სიმღერით მეექვსე დაკავდით ელექტროენერგიის გაყვანით ამა თუ იმ კორპუსში მაგრამ თქვენ სხვა არაფერი არ უნდა გააკეთოთ და მით უმეტეს არ უნდა აკრიტიკოთ პოლიტიკოსები ერთ შემთხვევაში სპორტსმენები მეორე შემთხვევაში ვიღაცეები მესამე შემთხვევაში და ასე შემდეგ ახლა მე მოგასმენინებთ ჩემი მოსაზრებით ამას აღარ მოგასმენინებთ სურაბ ფარჯიანის ამ არაჩვეულებრივი მოქალაქის ერთ ვიდეოს
რომელიც 14 საათის წინ არის გამოქვეყნებული და მე არ ვიცოდი რომ ზურა ყოფილა აფხაზეთიდან, მისი ახლობლები ბუნებრივი ამასთან დაკავშირებით საქმის კურსში არიან. სულობამდე და აი ეს არ გამოვა, არც ქვეყნის შენება თავიდან გადავახვიოთ, წუთი და 51 წამია და ვინც არ დაეთანხმებით ზურა ფარჯიანს, უბრალოდ დამირეკეთ. ვისზეც არ მოქმედებს ეს სიტყვები, თქვენც შემეხმიანეთ. არაფერი სალაპარაკო თქვენთან საბოლოო ჯამში არ მექნება, მაგრამ უბრალოდ შემეხმიანეთ, რომ მე ვიცოდე, ჩემი ახლობლებიდან, ნაცნობებიდან, მეგობრებიდან, ფართო სანაცნობო წრიდან, შემეხმიანეთ მე, რომ მე ვიცოდე თქვენ რა სამოქალაქო პოზიცია გაქვთ, თქვენი პოზიცია როგორც მოქალაქისა, როგორია, შემეხმიანეთ. ახლა მოусმინოთ ამ პატიოსან კაცს და დავფიქრდეთ თემაზე. რამდენად სრული, ასე ვიტყვი, სრულქმნილი სიმართლეა ის, რასაც ის ამბობს და პაპუაშვილობა არის დაღუპვა და აი ფარჯიანობა და საერთოდ კარგი მოქალაქეობა არის ჩვენი გამარჯვების საწინდარი. ჩემ ცხოვრებიდან მოგიყვებით, მე ვარ სოხუმი. და ჩემი იდენტობა უნდა მიცემა სოხუმელი. ეს ხო არ გაგრელი, მაგრამ ამას გაგრა არ ახსოვს, მე მახსოვს სოხუმი. მე მახსოვს ეშპა მახსოვს რესპუბლიკური, რავი, მე-11 სკოლას ავსწავლდი, მე ვარ სოხუმელი. და მამა ჩემი დაიღუპა სოხუმის დაცვის დროს, დაღუპული აჩადარა 93 წლის თებერვალში. მამა ჩემი პროფესიით იყო რკინიგზე. ქათამი აყავდა დაკლული, მისი დღიურები აღმოაჩინეთ, მისი სიკვდილისმეა და ძალიან დაწურლებით წერდა ამ ყველაფერს. ან რკინიგზე ეკუთვნოდა იმ დროსაც და შეიძლება ახლა ჯავშანი, ეგრეთ წოდებული ბრონიან მობილიზაციის დროსაც ვერ გაიგო. რემბო არ ყოფილა და მისი საქმე არანაირად არ ყოფილა სამხედრო საქმე. საბრძოლო ჯარში კი ეგრეთ წოდებულ სტროიბატში მუშაობდა სამშენებლო ბატალიონში და მძღოლი იყო. მეტი არაფერს არ იქაც არავინ არ ასწავლა. ანუ არავითარ რემბო არ ყოფილა ეს ადამიანი. იყო თუ არა მისი საქმე ეს. ანუ მხოლოდ და მხოლოდ ჯარისკაცის საქმეა სამშობლო. ეხლა კაი, მამაჩემს შევშოთ. მამაჩემთან ერთად იმ დღეს მამაზე რამდენიმე საათით ადრე რა მოკვდა ჩვენი ოჯახს ახლობელი 18 წლის ბიჭი ბესოგეთია. ეხლა ჩვენ ვიცით, თქვა ცნობილი რა გიორგი ანტოხელი ვიცით მის სული განაცხოს მერტმა. ხო, მაგრამ ბესოგეთი ხო არის 18 წლის ბიჭი იყო. მისი საქმე იყო, ეგეთ რემბო იყო, არ იყო. ან არის ეს ქვეყანა ყველას ჩვენ და ან უნდა დავიცვათ ყველამ ეს ქვეყანა და ან და ყველამ თავის საქმეს მიხედოს და პური მეპურე უნდა აცხოს და მაშინ ყველამ ლაპარაკობს თავის პროფესიაზე, მაშინ მე საერთაშორისო ურთიერთობებია ჩემი პროფესია პირველად იურიდიული და ასე, მაგრამ არ გამოდის ქვეყნის შენება, ასე არ გამოდის ქვეყნის პრობლემა თუ შენი პრობლემა არა, მაშინ შენი პრობლემას არ გამოდის სხვისი პრობლემა და ასე უსასრულობამდე და აი ეს არ გამოვა, არც ქვეყნის შენება, არც აი ამაზეა დაფუძნებული ჩვენი კრიტიკა. მოქალაქე აღარ არის ეს მოქალაქე აღარ ქვია, აღარ ვეძახით მამარდას, მოქალაქე მამარდაშვილისა. აი ამაზეა დაფუძნებული ჩვენი კრიტიკა. მოქალაქე ქოჩორა აღარ არის ქოჩორაშვილისა. კვარაცხელი ეს არ გაუკეთებია ჯერ განცხადება, მაგრამ გარკვეული ალბათობით კვარაცხელია ის აღარ სავარაუდოდ აღარ არის კვარა და ასე შემდეგ. ვიდრე საქვეყნო პრობლემებზე არ ილაპარაკებთ, კი არ გაბუნათებთ მაინც და მაინც. მაგრამ ვიდრე არ გაემიჯნებით პაპუაშვილის და სხვათა მიერ შემუშავებულ პოლიტიკას, მანამდე ეს ქვეყანა ხო იარსებებს და თქვენიც არის განა არა, მაგრამ საერთოდ თუ გვინდა რომ იყოს ქვეყანა, ხო? საერთოდ ვეღარ გამოდის, ასე ვიტყვი. და კრიტიკასაც მიიღებთ როგორც მოქალაქეები. პაპუაშვილი კი რა უნდა გითხრათ, ის ისტორიის სანაგვეში მოსასროლი კაცია. და თუ მაინც და მაინც ბრიუსელი გვავალდებულებს ქოჩორაშვილის კრიტიკას, თუ მამარდაშვილის, თუ საფეხბურთო ნაკრების ზოგადად, მაშინ აღა გვინდა ამ ევროკავშირში, ბატონო. გამობიძინებულო, შალვა, პაპუაშვილო. მე მინდოდა დღეს მელაპარაკა ამ ვიდეო ბლოგში ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის სრულიად გიჟურ განცხადებაზეც, მაგრამ მოდი სამომავლოდ კი არა, ეხლა დავიწყებ 15 წუთში მასზე ლაპარაკს, მის განცხადებაზე ლაპარაკს, ოდნავ მოგვიანებით ავტვირთავ იმ სამომავლო ვიდეო ბლოგს, ამას კი გაეცანით და მომწერეთ თუ არ მეთანხმებით.